ლევან ბუტიკაშვილი და ზამთარაძე ვერიკო მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა. ამ წუთებში კი ის მსჯელობს სერგეი ყანჩელის აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის იკითხებიან მოწმე პოლიციელები, რომლებმაც ხელბურკილები დაადეს სწორედ ყანჩელს. რაც შეეხება გასულ ორ სასამართლო პროცესს, იურისტები ფიქრობენ, რომ ამ ორ საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ წარმოადგინა დამაჯერებელი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა იმას, რომ დაკავებულმა პირებმა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ნამდვილად ჩაიდინეს. ორივე პირს გელაგელაძის უწყება საავტომობილო გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება, თუმცა იურისტების განმარტებით ასეთ ფაქტს ადგილი არ ქონია, მაგალითად დაკავებული ბუტიკაშვილის შემთხვევაში, რადგან ის უკვე გადაკეტილ რუსაველის გამზირზე გადავიდა. შესაბამისად უფლებადამცველები ახლა ფიქრობენ, რომ ეს კანონი სრულად არის რეპრესიული და ემსახურება მხოლოდ ერთადერთ მიზანს, რომ დააშინონ და დაატერორონ ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე არიან და საკუთარ პროტესტს აფიქსირებენ. პოლიციელები აძლევენ გარკვეულ დროის მონაკვეთს, იქ მყოფ ადამიანებს, რომ თუნდაც გადავიდნენ გზაზე და შემდგომში უდგენენ მას სამართალდარღვევის ოლქს, რადგან იციან, რომ ამ ოლქს აუცილებლად მოყვება ყველა განხილვის გარეშე პატიმრობა, რადგან ეს კანონი, რომელიც არის აბსოლუტურად არაკონსტიტუციური და ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება, ამას ემსახურებიან. იმ კადრში უკვე იყო გადაკეტილი, ასე ვთქვათ, ჯაჭვის ფორმით ადამიანების მიმართ პროტესტის მონაწილეები, ვინც არიან. ლევანი უერთდება რამოდენიმე წუთის შემდეგ აი ამ ხალხის ჯაჭვს და რამოდენიმე წუთი მიმდინარეობს, როგორც კი პოლიციის თანამშრომლები დაიძრნენ იმ მიმართულებით, რომ აი ხალხის მიმართ ესე ვთქვათ მოწოდებაც კი არ ქონიათ, როგორც კი დაიძრებიან პოლიციის თანამშრომლები, მაშინვე იშლება ეს ჯაჭვით. ვერიკო ზამთარაძეს ედავებოდნენ, რომ მან 25 და 27 ოქტომბერს ხელოვნურად გადაკეტა გზის სავალი ნაწილი, რითიც შეაფერხა მან სამანქანო მოძრაობა. ერთ ვიდეოში იმყოფება ავტობუსის სავალგზაზე და მთლიანად ეს მტკიცებულება არის ამ ადგილას წარმოდგენილი, ხოლო მეორე ვიდეო მტკიცებულებაში ასევე სავალგზაზე არის გადაღებული. განიხილა მოსამართლემ ორივე შემთხვევა და შეუფარდა 5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა. მოსამართლე კობა ჩაგუნავამ გადადო დროას წევრის თათა ფერაძის სასამართლო პროცესი. ფერაძე დღეს იმ დროს დააკავეს, როდესაც საცხოვრებელი სახლი დატოვა. 2 საათის განმავლობაში მისმა უფლებადამცველებმა და ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ, სად იყო დროას წევრი. ამის შემდეგ უკვე საქალაქო სასამართლოდან შეიტყეს, რომ მისი პროცესი უნდა ჩანიშნულიყო. კობა ჩაგუნავამ 4 ნოემბრისთვის გადადო აღნიშნული პირის სასამართლო პროცესი. სავარაუდოდ 4 ნოემბერს გავიგებთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს კობა ჩაგუნავა თათა ფერაძის საქმესთან დაკავშირებით, თუმცა ფერაძე დღეს პირდაპირ ამბობდა ტევ-პირველთან საუბრისას, რომ ეს იყო დაშინების მცდელობა, ამბობს, რომ ის ყოველდღიურად დგას დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე, თუმცა იმ პერიოდში, როდესაც და რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავება, მას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია. დღეს დილის სახედა რომ გამოვედი, დამხვდა არ ვიცი, ალბათ კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელი, არანაირი სამკერდე ნიშანი არ ქონდა, არ ვიცოდი ვინ იყო და მითხრა რომ 1 წუთით შეიცადეთ. მივხვდი რომ ჩემ დაკავებას აპირებდნენ, მაგრამ ველოდებოდი რომ ვინმე იქნებოდა პოლიციის წარმომადგენელი, სამწუხაროდ არავინ. ასევე გამორჩა ჩემი დაკავების დრო ამ ალიაკოჩი, იმიტომ რომ 3ჯერ გადამსვეს სხვადასხვა მანქანაში, სანამ მივიყვანე საბატონოს მანქანამდე. რომ განვიმარტეს რომ მოვედით სასამართლოში, მითხრეს რომ გზის გადაკეტვაზე ვარ დაკავებული. თარიღი რომ მითხრეს, მივხვდი რომ ვერაფერს ვერ დაამტკიცებდნენ, იმიტომ რომ მე არ გადავსვარ მაგ დღეებში გზაზე, არა იმიტომ რომ უბრალოდ დაკავების მეშინია, უბრალოდ ჩვენი პარტიის ყველა წევრი ციხეშია მოგეხსენება და მათთვის საჭმელი მქონდა შესაგზაონი და უბრალოდ მაგიტო არ გადამიკეტავს. მოლოდინი მაქცას სავარაუდოდ მაინც დამაკავებენ. დაკავების ოლქში არ იყო მითითებული დაკავების დრო, რაც არის ძალიან დიდი დარღვევა და შემდგომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სცადა, რომ ამას მოწმეები დაადასტურებენ, რაც შეუძლებელია. დაკავების დრო არის ძალიან მნიშვნელოვანი ისეთი მუხლისთვის, როგორიც არის ქუჩის გადაკეტვა. გარდა ამისა, არ არის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომ თამარ ფერაძე რაიმეს არღვევს და მით უმეტეს ქუჩას კეტავს. თითქოს დამონტაჟებული კადრებია, აჩქარებული, რაღაც სხვა რაკურსით გადაღებული.
რამდენიმე წუთში უკვე ცნობილი გახდება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე კობა ჩაგუნავა სერგეი ყანჩელის საქმესთან დაკავშირებით, რაც შეეხება ზურაბ მენთეშაშვილს. ის ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს იურისტების განმარტებით, მას წინასწარი მოთავსების იზოლატორის დაკავების შესაძლებლობა მისცეს, თუმცა მას შემდეგ რაც საპატიმრო დატოვა მენთეშაშვილმა, მას ხელბორკილები დაადეს და სისხლის სამართლის წესით უკვე გადაიყვანეს წინასწარი მოთავსების იზოლატორში, მას ხელმეორედ საავტომობილო გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედაობიან და სავარაუდოდ ხვალ დღის განმავლობაში იმსჯელებს მოსამართლემ ის აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით და ცნობილი გახდება, იქნება სანქციის სახით გამოყენებული ჯარიმა თუ გაუშვებენ ზურაბ მენთეშაშვილს 1 წლიან პატიმრობაში.